ვირუსი ცირკულირებს ამ ეტაპზე. Უცბად მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიამდე პერიოდში 2009 წლის გრიპის პანდემიიდან დაწყებული კორონავირუსის პანდემიამდე 2019 წლამდე გრიპით გარდაცვალების შემთხვევა საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდებოდა. მაჩვენებელი განსხვავებულია 20-დან 50-60 შემთხვევაც იყო 2010 წელს გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი. ეს არ არის მოულოდნელი და ეს არ არის უჩვეულო გრიპისათვის. სწორედ ამიტომ კეთდება გრიპზე ძირითადი აქცენტი, ამიტომ კეთდება გრიპის პრევენციაზე ძირითადი აქცენტი. გრიპი განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მიმდინარეობს გართულებებით, ხშირია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, საჭიროება, ხშირია კრიტიკული მდგომარეობის განპირობება, ძირითადად სუნთქვის უკმარისობის გამო, ამიტომ არის გრიპის ვირუსის საშიში და ამიტომ არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული დროულ პრევენციასა და დროულ მკურნალობაზე. სამწუხაროდ გარდაცვალების შემთხვევები არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ნებისმიერ ქვეყანაში ფიქსირდება და განსაკუთრებით ეს შემთხვევები მატულობს ზამთრის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების პიკზე და ის რაც საქართველოში მოხდა არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ სამწუხაროდ გრიპისათვის დამახასიათებელი მისი მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თავისებურება გულისხმობს მიმდინარეობის სიმძიმეს, გართულებების განვითარების მაღალ ალბათობას და რისკის ჯგუფებში გარდაცვალების შემთხვევების არსებობასაც. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას, ჩვენ თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, ნათელია რომ დეკემბრის ბოლო კვირიდან დაწყებული აგერე უკვე თებერვლის მეორე კვირა, სადაც 7 კვირაა საქართველოში გრიპი არის დომინანტური ვირუსი, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის გრიპის ვირუსი იკავებს პირველ ადგილს და მთელი იანვრის განმავლობაში და თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია. აი ბოლო მონაცემებში გულისხმობ თებერვლის მეორე კვირას, ასევე მიუთითებს გრიპის ვირუსის უპირატესობაზე სხვა ტიპის ვირუსებთან შედარებით. ეს ძირითადად ეხება გრიპის B ტიპის ვირუსს და ბოლო კვირების მანძილზე სწორედ B ტიპის ვირუსია უფრო მეტად იდენტიფიცირებული ქვეყანაში. კლინიკური მიმდინარეობა კონკრეტულად ეს ახლა მაგას ვამბობ ზუსტად. B ტიპის სიჭარბე არ ნიშნავს რაიმე განსხვავებულ კლინიკურ მიმდინარეობას, ან უფრო მძიმეს, ან უფრო მსუბუქს, ეს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია. ეს განსხვავება უფრო მეტად ალბათ ვირუსოლოგებისათვის, ეპიდემიოლოგებისთვის არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი მისი მიმდინარეობა არის კლასიკური გრიპის ვირუსის შესაბამისი. ამიტომ ეს თავისებურება და უპირატესობა, რომელი ტიპის ვირუსი ფიქსირდება კვირის გარკვეულ მონაკვეთში, თავისი გავლენას დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე ნამდვილად არ ახდენს. ერთადერთი ამ ვირუსების იდენტიფიცირებას კიდევ მეორე დატვირთვა აქვს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევადაროთ იმ ვაქცინის შემადგენლობა, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ემთხვევა თუ არა ეხლა ქვეყანაში მოცირკულირებულ ვირუსების განაწილებას. ზუსტად ის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში, რომელიც საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ მონაწილეობამ გაიკეთა და ამ თვალსაზრისით ამ ვირუსების ზუსტი ცირკულაციის ცოდნა მართლაც მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, როგორც A, ისე B ტიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა. სწორედ ეს განასხვავებს გრიპის ვირუსს სხვა ტიპის ვირუსებისაგან და როდესაც გვესმის მოთხოვნა ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომ აი აუცილებლად თვლიან ჩატარდეს ტესტირება და შემდეგ განისაზღვროს არის თუ არა გრიპის ვირუსი, ამ პერიოდში გრიპის ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდში ტესტირების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. ამ კლინიკური სურათის მატარებელი ქვეყანაში მხოლოდ გრიპის ვირუსია, არც ერთი სხვა მოცირკულირებულ ვირუსი ესეთი კლინიკური სიმპტომატიკით არ ხასიათდება, ასე რომ დაავადების კლინიკური ნიშნები სავსებით საკმარისი იმისას, რომ დიაგნოზი დაისვას და სავსებით საკმარისი იმის, რომ მიზანმიმართული ანტივირუსული მკურნალობა დაიწყოს. ბატონო ვანო, რამდენიმე დღის წინ დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევა. ეს მხოლოდ გრიპი იყო თუ სხვა დაავადებასთან იყო თანხმდები? სამწუხაროდ მე არ ვიცი დეტალურად თუ რა მიმდინარეობა ქონდა ამ შემთხვევას, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რატო გვაქვს აქცენტი რისკის ჯგუფებზე. რისკის ჯგუფებისთვის არის გრიპის მიმდინარეობა განსაკუთრებით მძიმე. თანარსებული ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების,
ეს იქნება დიაბეტი, სიმსუქნე, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ნევროლოგიური დაავადების მქონე პირები, თანდაყოლი ნევროლოგიური პათოლოგიის აი ამ პირებში გრიპის ვირუსი ხასიათდება გართულებების მაღალი ალბათობით, ასე როგორც წესი, გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა ფიქსირდება სწორედ ამ ჯგუფებში. თუმცა ასევე შესაძლებელია გრიპის კლასიკური მიმდინარეობა, როდესაც ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, არ აქვს არანაირი თანარსებული დაავადება და გრიპის ვირუსი იწვევს მწვავედ განვითარებულ მძიმე ფილტვების ანთებას, რომლის შემდეგი ეტაპი უკვე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტია, მაგრამ სამწუხაროდ ყველა შემთხვევაში გადარჩენა ვერ ხერხდება. ასე ორივე სცენარი შესაძლებელია, თუმცა უმეტესი შემთხვევები გარდაცვალების როგორც წესი ფიქსირდება თანარსებული დაავადების მქონე პირებში. მოგზაურობით ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპთან დაკავშირებით, აი ამის შესახებაც რომ მოგვაწოდოთ მეტი ინფორმაცია, ძირითადად როგორ კლასიფიცირდება და განსხვავებები, ანუ სიმპტომებთან მიმართებით როგორი, ან რა განსხვავება B ტიპის ვირუსთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ცირკულირებს და დომინირებს როგორც ვთქვით და ამ ღორის გრიპთან დაკავშირებით რომელი შემთხვევების იყო როგორც ვთქვით დააფიქსირებული. მე რა ეტაპზე ვიმყოფებით ახლა? აი ციფრებს გეტყვით, მაშინ ახლა კონკრეტულად ღორის გრიპზე კითხულობთ. ჩვენ ახლა გვაქვს ქვეყანაში 70% გრიპის შემთხვევები. ჯამური მაჩვენებელი 70%. ამ 70%-დან 18% არის ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, ეს არის H1 ტიპის ვირუსი და 59% ეს არის B ტიპის ვირუსი. ასე რომ უპირატესად ფიქსირდება სწორედ B გრიპის ვირუსი ქვეყანაში. რაც შეეხება აი ესეთ აქცენტს ღორის გრიპზე, ანუ H1 ტიპის ვირუსზე, კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით H1, ანუ ღორის გრიპი, B ტიპის ვირუსი და H3, ანუ სხვანაირად ჰონკონგის ვირუსი ეძახიან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, მათ შორის განსხვავება არ არის. ანუ არავის არ შეუძლია თქვას, რომ ამ პაციენტთან H1, ანუ ღორის გრიპია და მეორე პაციენტთან B გრიპის ვირუსია. ამისი განსხვავება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით შეუძლებელია. მხოლოდ ლაბორატორიული განსხვავება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. როგორ მიმდინარეობს ამ ძირითადად დიდი არის მიმართვიანობა, ხო? ან ბავშვებთან მართებით ძირითადად რა არის სიმპტომები, ხშირად იქნება თვალთან მართვიანობა და მთავარი რეკომენდაცია მშობლებს რომ მოუწოდოთ და შევახსენოთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ კითხვაში აქცენტი ბავშვებზე. თქვენ პირდაპირ გვიწერია დაავადებათა კონტროლის ატლანტის ცენტრის მიერ ჩამონათვალში რა ასაკის ბავშვებია უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ეს არის 5 წლამდე ასაკის ბავშვები და განსაკუთრებით პირველი 2 წლის ასაკის ბავშვები. ჩვენთან ჰოსპიტალიზებული პაციენტების დიაშვილის კლინიკას გულისხმობ აბსოლუტურ უმრავლესობას 5 წლამდე ასაკის ბავშვები. და ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთება ფიქსირდება ამ ბავშვებში. სხვადასხვა კვირა, სხვადასხვა მაჩვენებელი იყო 30, 40, 50%-ზეც მეტი ქონდა ფილტვების ანთების ხვედრითი წილი. ამიტომ ძირითადი საშიშროება სწორედ ფილტვების ანთება. აი კითხვა, როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვის ანთების არსებობაზე, ჩვენ გვაქვს ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი, უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა. ვერც ცხელებით, ვერც ხველით, ვერც ექიმი და ვერც მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვის ანთების არსებობაზე, მაგრამ თუ სუნთქვა უჩვეულოდ გახშირებულია, აი კონკრეტული ციფრი შემიძლია დაგისახელოთ 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილის მდგომარეობაში 50-ზე მეტი მიმანიშნებელია ფილტვის ანთების არსებობის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ტემპერატურის გაზომვასთან, სატურაციის გაზომვასთან ერთად ფილტვის ანთების ერთ-ერთი მთავარი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმის შეფასება სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ. და მეორე სატურაცია აღნიშნე და აქაც გავემეორებ, პულს ოქსიმეტრი ძალიან ბევრი ოჯახშია, პანდემიამ თუ რამე დაგვიტოვა, ერთ-ერთი არის სწორედ პულს ოქსიმეტრის გამოყენების უნარი, რაც ბევრს აქვს ქვეყანაში, 94-ზე დაბალი მიუთითებს მაინც ჟანგბადის ნაკლებობის არსებობას და ესეთ შემთხვევაში სასურველია აუცილებლად ექიმთან ვიზიტი. და ეს ეტაპი რა ეტაპზე ვართ ახლა პიკი როდის გადავლახავთ რა ეტაპზე ვართ? ჯერჯერობით შეიძლება ვთქვათ, რომ აი თებერვლის მეორე კვირის მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ქვეყანაში პიკი გადავლილი არ არის. პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა სავარაუდოდ პირველ ეტაპზე ჩამოცილდება 50%-ს, ანუ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 50%-ზე ნაკლები თუ დაფიქსირდა გრიპის შემთხვევები, შეგვეძლება თქმა, რომ თან ეს დაფიქსირება სტაბილური უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში, რომ პიკი გადავლილია. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი მაღალია. ეხლა პიკის ეტაპზე ვიმყოფებით. ეხლა ვართ ნამდვილად პიკის ეტაპზე.
არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატეს, შეძრო ძალიან მაღალი ციფრია 80 და 70%. წინა კვირას 80% იყო დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის რაოდენობა, ძალიან მაღალი ეს. ამიტომ ამაზე მეტი ალბათ არ იქნება, მაგრამ რამდენი კვირა შენარჩუნდება ესეთი მაღალი მაჩვენებელი, ან ჩამოვა შემდეგ კვირას ქვემოთ, ეს იქნება ჩვენთვის მიმანიშნებელი პიკი ისე გრძელდება თუ უკვე გადაიარეს. მადლობა.